ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე ავიარეისები გლობალურად უქმდება, ფრენები შეჩერებულია თელ-ავივში, დუბაიში, დოჰასა და სხვა საერთაშორისო აეროპორტებში. ამ ფონზე ყოველდღიურად იცვლება ტურისტული გეგმები, მგზავრების ნაწილი ქალაქებში შეჩარჩენილი, ნაწილი კი ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს. როგორ აისახა კრიზისი მთლიანად ტურისტულ ბაზარზე, რა გამოწვევებს აწყდებიან კომპანიები და როგორი მოლოდინებია მომდევნო პერიოდისთვის, თემას სტუმართან ტუროპერატორ ნოვა ტურის დირექტორთან მამუკა ჯიქიასთან ერთად განვავრცობთ. მოგესალმებით, ბატონო მამუკა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის, ამ დროისთვის არსებული ვითარება გაგვაცანით. საინტერესოა, რა მდგომარეობაში არიან კონფლიქტურ რეგიონებში ჩარჩენილი ადამიანები, მათი სამშობლოში დაბრუნების როგორ გადაწყდა და რამდენად ადეკვატური და დროული იყო ის რეაგირება სპეცრეისებს გულისხმობ, რაც მთავრობის მიერ დაინიშნა, შემდეგ უკვე გადავიდეთ უშუალოდ ეფექტებზე, რაც ტურიზმის სექტორზე აისახა უკვე და მომავალში ფიქრობთ, რომ აისახება, რადგან ეს არის მიმართულება, რომელზეც მსგავსი მასშტაბის კონფლიქტები და კრიზისული პერიოდები ძალიან მყისიერად და საკმაოდ მწვავედ აისახება ხოლმე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და მინდა უპირველეს ყოვლისა მადლობა გადაუხადოთ თქვენს გუნდს, რომ რეგულარულ რეჟიმში აშუქებთ ჩვენი სფეროს გამოწვევებს და ეს სიახლეები მოგაქვთ თქვენს მაყურებლებამდე. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ვითარება მოგეხსენებათ საკმაოდ რთულია. ჩვენ ამ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ იმ ჩვენს კლიენტებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას, შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. პირველი არის ის ხალხი, რომლებიც არიან უშუალოდ იმ ცხელ წერტილებში, როგორიც არის თქვათ ემირატები, დუბაი და აბუ-დაბი, როგორიც არის ყატარი, ქალაქი დოჰა, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი არის ამ ეტაპზე და მეორე ნაწილი არის ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იყვნენ შორეულ მიმართულებებზე, თქვათ მალდივები, ტაილანდი, ინდონეზია და ასე შემდეგ და ამ ეტაპზე ისინი ჩარჩენილები არიან იმ წერტილებში, იმიტომ რომ მათთვის ტრანზიტული ქალაქი, როგორც უნდა დაბრუნებულიყვნენ საქართველოში, დღეს მოქცეულია მუდმივი აფეთქებების ფონზე, დახურულია საჰაერო სივრცე და ანუ ის ნაწილი ცხელ წერტილშია ჩარჩენილი, ხოლო მეორე ნაწილი შედარებით მშვიდ გარემოშია, თუმცა ცხადია ისინი შეშინებულები არიან, იმიტომ რომ ცდილობენ გზებს დაბრუნების. ჩვენ ვეცადეთ როგორც კი პირველ მოხდა საჰაერო სივრცეების დაკეტვა, მყისიერად მოგვეხდინა მათთვის მარშრუტის შეცვლა და ზოგი სტამბულის, ზოგი ბაქოს და ზოგი კიდე სხვა მიმართულებით ვეცადეთ რომ დაგვებრუნებინა, თუმცა საუბარი არის რამდენიმე ათეულ მგზავრზე და ისევე როგორც ვეცადეთ ჩვენ, ცხადია მთელი სხვა ქვეყნის ტურისტული სააგენტოებიც ასევე ცდილობენ თავიანთი მომხმარებლები დააბრუნონ მშობლიურ ქვეყნებში. კი ბატონო, რამდენიმე ათეული ახსენეთ თქვენ. ჩვენს ამ შემთხვევაში ჩვენს კლიენტებზე გვაქვს საუბარი. კი ბატონო, პროცესი უკვე დაწყებულია, სპეცრეისი უკვე სრულდება ომანიდან, როგორც ვიცით და იმედია უწყოთ რეჟიმში გაგრძელდება ეს საკითხი, რადგან უსაფრთხოების განცდა არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როდესაც ტურიზმს ეხება საქმე და სწორედ უსაფრთხოების განცდის დაკარგვა იწევს ხოლმე ადამიანებში მათი გეგმების უეცარ ცვლილებას. ხოლმე სწორედ ამიტომ მინდა გკითხოთ, თუ აისახა უკვე მიმდინარე დაარსებული ვითარება, ვთქვათ, ტურისტულ ჯავშნებზე და თუ არის მნიშვნელოვნად შემცირებული და მიმართულებები შეცვლილი. მოგახსენებთ, თქვენ ზუსტად სწორად გაუსვით ხაზი, როდესაც მომხმარებელი ირჩევს ქვეყანას დასასვენებლად, მისი ამოსავალი წერტილი არის ამ ქვეყანაში უსაფრთხოება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მუდმივად ამ გამოწვევების ფონზე ვცხოვრობთ, ცხადია მომხმარებლების ქცევებიც იცვლება. რაც შეეხება მიმართულებებს, ცხადია დღესდღეობით ეს მიმართულებები, რომ ახლო აღმოსავლეთის და შუა აზიის ეს მიმართულებები, ანუ თქვენს მაყურებლებს რომ განუმარტოთ, ტურიზმს ახასიათებს სეზონურობა. შესაბამისად, ეხლა არის ის სეზონი, როდესაც სწორედ ის მიმართულებები არის ყველაზე მოთხოვნადი, ყველაზე აქტუალური, რომელიც მოქცეულია ამ ეპიცენტრში და სწორედ ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე არის ჩარჩენილი
ყატარში, ჩარჩენილი ემირატებში. ანუ ძირითადად ამ შემთხვევაში რო ავიღოთ ის ქალაქები, სადაც არის მთავარი კონცენტრაცია, როგორც გითხარით, ეს არის დოჰა და ეს არის ემირატები, ქალაქი დუბაი და ქალაქი აბუ-დაბი და სწორედ ამით იყო განპირობებული მთავრობის გადაწყვეტილება, რომ დაენიშნათ რეისები ისეთი ლოკაციებიდან, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა ამ ქალაქებთან. ცხადია, ისე ახლოს ვერ ხერხდება და ამ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ 5-6 საათიანი ბარიერის გადალახვა, თან არც თუ ისე უსაფრთხო გარემოში, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, დოჰაში კონცენტრირებულ ხალხს უწევს რიადში ჩასვლა, მათ გზაზე ბაჰრეინის გასვლა უწევთ, ანუ მთელი ეს გზა საკმაოდ რთული გზაა, თუმცა ფაქტია, რომ მთავრობამ მოახერხა, რაც შეიძლება ახლო ლოკაციამდე მისულიყო ჩვენს მომხმარებლამდე, როგორც ვიცი, უკვე გამოფრინდა რეისი და მე ცხადია უსურებ ყველა ჩვენს მოქალაქეს მშვიდობიანად დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენც გიერთდებით ამ სურვილში, რა თქმა უნდა. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუნდაც უახლოეს წარსულში ჩვენ გვახსოვს კოვიდის პერიოდი, რომელიც იყო ძალიან კრიზისული. თუ შეადარებთ ახლა არსებულ ვითარებას, ვთქვათ, იმ მდგომარეობას, რაც მაშინ იყო, იმ მასშტაბს ალბათ ვერ მიაღწევს, მაგრამ ალბათ გარკვეული გამოწვევები მაინც გექნებათ, რა პერიოდში განიხილავთ, რომ სიტუაცია შეიძლება დასტაბილურდეს, რადგან მომხმარებლის ქცევა უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავშეკავებულია ხოლმე, მაგრამ ასევე სწრაფად იცვლება, როდესაც სიტუაცია სტაბილური ხდება. კი, მოგახსენებთ, ზოგადად ტურიზმი არის ისეთი სფერო, რომელიც ყველაზე პირველი გრძნობს და ტურიზმზე ყველაზე პირველი აისახება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ასე იყო ამ შემთხვევაში კოვიდის დროსაც, როდესაც ფაქტიურად პირველი დარტყმა, რომელიც მიიღო, ეს იყო ტურიზმმა, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიამ, ავიაციამ და ასე შემდეგ. შესაბამისად, კოვიდის შემდეგ ბევრმა კომპანიამ ვერ გაუძლო და მოხდა მათი გაკოტრება და კოვიდის შემდეგ საქართველოში ტურიზმმა, როგორც შვილი ბავშვი იწყებს პირველი ნაბიჯების კეთებას, აი ესე ნაბიჯ მოახერხა ის, რომ იყოს საკმაოდ მზარდი ტენდენცია, როგორც შემოყვანი ტურიზმის კუთხით, ასევე გამყვანი ტურიზმის კუთხით და აი ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ დავბრუნებოდით 2019 წლის ნიშნულს, რომელიც ტურიზმში იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი. შესაბამისად, ეხლა პროგნოზების კეთება მოგეხსენებათ საკმაოდ რთულია, მაგრამ ზოგადად მომხმარებლის ქცევა არის ესეთი, როდესაც ხდება რაღაცა მსგავსი კატაკლიზმები, პირველი რაც მომხმარებელში არის, ეს არის შიში, ეს არის პანიკა, შესაბამისად ისინი ახდენენ ყველა მიმართულებით რეისების და თავიანთი დაჯავშნილი ტურების გაუქმებას, თუმცა შემდეგ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე რაღაცა შეგუების ეტაპზე გადავდივართ და ამ თქვა თუნდაც იგივე პანდემიის პერიოდში, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც საზღვრები გაიხსნა, ხალხი პანდემიის პარალელურად აქტიურად მოგზაურობდა. იმეც ვიტოვებ, რომ ეს კონფლიქტიც უახლოეს ხანში ამოიწურება და შემდეგ ისევ მოგვიწევს ესე ნაბიჯ დაბრუნება ჩვეულ გრაფიკში. რაც შეეხება ალტერნატიულ მიმართულებებს, ახლა მომხმარებელს აქვს არჩევანი, თქვა სხვა მიმართულებები აირჩიოს. რომელ მიმართულებებს განიხილავთ ალტერნატივას, თქვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების? ნახეთ როგორ არის, თუ ავიღებთ ჩვენ საქართველოს მაგალითზე, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში მოგზაურობისთვის ქართულ მოხმარებლებს ჰქონდათ სამი ძირითადი სატრანზიტო ზონა. ეს არის სტამბული, ეს არის დუბაი, ეს არის დოჰა. ამ ეტაპზე გვაქვს სურათი, როდესაც ორი ტრანზიტული ზონა დაკეტილია, შესაბამისად მოხდა მთელი ნაკადების გადმოდინება სტამბულის ჰაბზე. ცხადია, ეს გამოიწვევს იმას, რომ მუდმივად პრობლემა იქნება ბილეთების შეძენა და ცხადია, მაღალი მოთხოვნა გამოიწვევს ფასების ზრდას, ასე რომ დიდი ალბათობით არის იმის შანსი, რომ ავიაბილეთების ფასი გაიზარდოს, რაც შემდეგ აისახება უკვე ტურის თლიან ღირებულებაზე. რაც შეეხება ალტერნატიულ მიმართულებებს, ცხადია, ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა საუბრობთ ზამთრის სეზონზე,
მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე აქტიურად და ყველაზე აქტუალური მიმართულებად რჩება ეგვიპტე, სადაც გვაქვს კვირაში ერთი რეისი და მოგეხსენება დღესდღეობით ეგვიპტე ითვლება ერთგვარ მწვანე კორიდორად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის და იორდანიის საკონსულოების მეშვეობით მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, ვინც იქ არიან ჩარჩენილები, რომ ეგვიპტეში გადმოსულიყვნენ სახმელეთო გზით და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ. შესაბამისად, ამჯერ ამ ეტაპზე იმ მიმართულებების ალტერნატივად რჩება ეგვიპტის მიმართულება, შარმ ელ-შეიხის მიმართულება და ცხადია ასევე მუდმივად 12 თვის განმავლობაში აქტუალური მიმართულებები არის ევროპის მიმართულებები. დიახ. რაც შეეხება შემოყვან ტურიზმზე, მინდა გკითხოთ ბატონო მამუკა, რამდენად დიდი იყო ნაკადები ამ ქვეყნებიდან ჩვენთან საქართველოში და რამდენად პოვებს ასახვას თქვათ ტურიზმის საერთო სტატისტიკაზე, რომელიც მუდმივად მზარდია არსებული კონფლიქტი. მოგახსენებთ, ბოლო პერიოდში აქცენტი გაკეთებული იყო სწორედ გალფის ქვეყნების მიმართულებით. ამას ხელს უწყობდა ის, რომ ამ ქვეყნებიდან არაერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო საქართველოში პირდაპირ ფრენების განხორციელება, რაც თავისთავად ხელს უწყობს იმ ქვეყნიდან ახალი ნაკადების გაჩენას და თქვენს ქუჩაშიც იგრძნობა ეს და სასტუმროებშიც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი იყო ამ ქვეყნიდან. ცხადია, ამ ეტაპზე ყველა ეს არხები დაკეტილია, ყველა ეს ნაკადები შეჩერებულია და ამ შემთხვევაში ადგილობრივ სასტუმროებსაც უწევთ მუდამ იმ გამოწვევებთან ბრძოლა, რომ მათ უნდა მოახერხონ ალტერნატიული ბაზრების მოძიება. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ავიარეისების, ანუ ბილეთებზე ფასების გაძვირების საკითხი, რაც ალტერნატიულ მიმართულებებზე თუ აისახება, უკვე ტურპაკეტების ნაწილში საინტერესოა მიმდინარე სეზონზე. ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, უახლოეს პერიოდზე ალტერნატიული მიმართულებებით არათუ ფასებზე ადგილების მოძიებაც არის ძალიან რთული. იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, იმ ნაკადების გადადინება მოხდა, თქვათ, დარჩენილ ნაკადებზე. არჩევანი შემცირდა, არჩევანი ცხადია შემცირდა, თუმცა ამას მეორეს მხრივ ერთი წინაპირობა არის ის, რომ ბევრმა მომხმარებელმა, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა მოგზაურობა, რაღაცა გარკვეულწილად თავს იკავებენ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან, ხდება გადავადება, იმიტომ რომ მოგახსენებათ, მუდმივად ისეთ პერიოდში ცხოვრობთ, რომ არავინ არ იცის ხვალდაზე რა იქნება. შესაბამისად, ამ უახლოეს პერიოდში ახალი ნაკადების არის ძალიან დიდი შემცირება. კი ბატონო, რა ტიპის მხარდაჭერის მექანიზმის ამოქმედებას განიხილავთ თქვენ თუ სიტუაცია უფრო მეტად გამწვავდა? უკვე ადგილობრივად საქართველოში ტურისტული სექტორის მიმართ. საინტერესოა ახსენეთ ერთი ავიარეისი ეგვიპტის მიმართულებით, რომელიც რჩება ალტერნატივად. ამ ნაწილში ხომ არ არის თქვათ აუცილებელი, რომ დაინიშნოს დამატებითი რეისები. იცით როგორ არის მოთხოვნის და მიწოდების ბალანსის. მოგახსენებთ, ანუ ჩვენი კომპანია ტუროპერატორი ნოვატური ქართულ ბაზარზე მუშაობს დაახლოებით 450-მდე ტურისტულ სააგენტოსთან. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად გრძნობთ, თქვათ, ამ ეტაპზე რა მოთხოვნა მოდის ბაზრიდან. როგორც მოგახსენებთ, ეხლა ზოგადად მთელი ქვეყანა არის ერთგვარ რაღაც შოკურ პერიოდში, როდესაც ხდება გადახარშვა იმ მოვლენების, რაც ხდება და ცხადია, ჩვენ სულ მზადყოფნას გამოთქვამს, თუ იქნება იმის მოთხოვნა, რომ თუ გაიზარდება ნაკადები, ცხადია, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავამატოთ ახალი რეისები. კი ბატონო, და უშუალოდ თქვენს სექტორზე რომ გითხრათ, რა ტიპის ფინანსური და ოპერაციული პრობლემები გექმნებათ ხოლმე ყველაზე მწვავედ სწორედ მსგავს სიტუაციებში, რომ დავაიდენტიფიციროთ? იცით როგორ არის, ჩვენ როგორც აღნიშნავს, საუბრობთ ისეთ პერიოდზე, რომელიც ითვლებოდა იმ მიმართულებებზე ერთ-ერთ ყველაზე პიკურ პერიოდად. შესაბამისად, ჩვენ დღესაც არაერთი მგზავრი ყავს გაშვებული და უახლოეს პერიოდზეც ჰქონდა უამრავი დამტკიცებული გამოსყიდული ტურები ამ მიმართულებით. და ამ ბოლო პერიოდში აი ძირითადი მომართვიანობა რაც გვაქვს, ეს არის მომართვიანობა, რომელიც ეხება უკვე დაჯავშნილი ტურების გაუქმებას. და აქ ცოტა ისეთი არც თუ ისე მარტივი მექანიზმი არის. იქიდან გამომდინარე, რომ მანამ სანამ ავიაკომპანია
კონკრეტულ რეისს არ აცხადებს გაუქმებულად, ცხადია ისინი არ განიხილავენ ამ რეისებზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის, იმიტომ რომ ზოგადად ავიაკომპანიისთვისაც ცხადია გარკვეული პასუხისმგებლობა არის, გარკვეული დამატებითი ლოჯისტიკური პრობლემები არის რეისების გაუქმება, შესაბამისად ისინი ცდილობენ მაქსიმალურად ბოლო მომენტამდე გადაავადონ, თუმცა ცხადია ავიაკომპანიებისთვისაც ამოსავალ წერტილად რჩება მგზავრების უსაფრთხოება, სწორედ ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს აუხსნათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია ასრულებს რეისს ამა თუ იმ მიმართულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის იმ ქვეყანაში ფრენა არის უსაფრთხო და ურჩევთ, რომ დაელოდონ, ვისაც გაუქმება უნდათ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია იმ რეისს არ გააუქმებს, მაშინ მათი ფინანსური დაჯარიმება მოხდება სრული მასშტაბით. მეორე შემთხვევაში თუ ავიაკომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რეისები გააუქმოს და ის კონკრეტული რეისი გამოცხადება გაუქმებულად, ცხადია ამ შემთხვევაში ფინანსური ზარალი ფაქტიურად უნულდებათ. კი ბატონო და ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ მთავარი რეკომენდაცია ჩვენი მაყურებლებისთვის, მოქალაქეებისთვის შექმნილ ვითარებაში რა იქნება თქვენი მხრიდან? რაც შეეხება რეკომენდაციებს, ცხადია, როგორც გითხარით, პირველი პერიოდი ეს იყო რაღაც ერთგვარი პანიკის პერიოდი, ამიტომაც მოუწოდებ ყველას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მივიღოთ გადაწყვეტილება, თქვათ, მაქსიმალურად ანალიზის და იმ არსებული რეალობის საფუძველზე და როგორც გითხარით, ავიატურიზმში ჩართული ნებისმიერი სუბიექტის, იქნება ეს ავიაკომპანია, ტუროპერატორი თუ ტურისტული სააგენტო, ჩვენთვის მთავარი აპრიორი არის ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენ იყვნენ ჩვენთან მუდმივ კონტაქტზე და ცხადია, ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და სიტუაცია გლობალურად საკმაოდ მცირე ვადებში დასტაბილურდება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. მამუკა ჯიქია, ტუროპერატორი, ნოვა ტურის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი ბიზნეს პარტნიორის ბლოგში დღეისათვის და ვსაუბრობდით ტურიზმის სექტორზე არსებული კონფლიქტების რეალობაში.